მედია პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს. ზუსტად 9 ნახევარზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. დაუპატიჟებელი სტუმარი და სამარცხვინო ვიზიტი თუ წარმატებული და მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპის და ამერიკის ლიდერებთან. როგორ დასრულდა მიუნხენში ვიზიტი, როგორც ექსპერტების ნაწილი საუბრობს მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში დაუპატიჟებელი სტუმარი იყო, რომელიც სიტყვით გამოსვლას მოითხოვდა, თუმცა მას სრული იგნორირება გაუკეთეს. ხელისუფლების წევრები და თავად პრეზიდენტი კი ირწმუნებიან, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრა, რითი უპირისპირდება ხელისუფლება გაზაფხულზე მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს, მოსალოდნელ არეულობაზე თავად ხელისუფლების მაღალჩინოსნები საუბრობენ. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაიმართება ჩვენს ეთერში პოლიტიკური დებატები ხელისუფლების გუნდის წევრს პავლე კუბლაშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ კონსერვატული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ზვიად ძიძიგურთან. ბატონობა, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ პავლე, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, იყო თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალურად დაპატიჟებული მიუნხენის ვიზიტზე? მინდა გითხრათ, რომ როგორც მე გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, ექსპერტების ნაწილი საუბრობს, რომ პრეზიდენტი დაუპატიჟებელი სტუმარი იყო. ბატონ პავლე, მე თქვენის ნებართვით ციტირებას მოვახდენ ერთ-ერთი ექსპერტის რამაზ კლიმიაშვილის, მიუნხენში მომხდარი სირცხული ყველას მისცეს სიტყვა სააკაშვილის გარდა უკვე იმდენად მოაბაზრა ყველას თავი, რომ სიტყვასაც კი აღარავინ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამოსვლა ორ კომიტეტში მოითხოვა, უარი უთხრეს სააკაშვილი მიუნხენში დაუპატიჟებელი ჩავიდა. ეს ხო მისი სტილია. ოქტომბერში ბრიუსელის სამიძეც ასევე უპრაგონოდ გამოცხადა. მაშინაც სრული იგნორირება გაუწიეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს გახლავთ ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილის განცხადება. გისმენთ ბატონ პავლე? ძალიან სამწუხაროა, თქვენ მხოლოდ ერთი ექსპერტის შეფასებებს ეკნობით. მე არ მგონია, რომ სერიოზული კი ბატონო. ჩემს და შემდეგ შეგვიძლია ამაზეც ვიკამათოთ. მე მგონი ძალიან არასერიოზულია ახლა საუბარი, რომ ამ დონის შეხვედრაზე, ამ დონის ფორუმზე ზოგადად ვინმე შეუძლია ჩავიდეს ისე, რომ არ იყოს შესაბამისი შეთავაზება, შესაბამისი მიწვევა. აქედან გამომდინარე, კითხვაც მე ვფიქრობ ალოგიკურია, ბუნებრივია. თუმცა ეს აზრი გაჩნდა ბატონ პავლე ექსპერტებში. აქვს თავისი აზრი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მე ესე ვიტყოდი. რაც შეეხება ზოგადად ამ შეხვედრებს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო და გამოსვლაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად და მე ვფიქრობ ბატონ ზვიადიც არ უარყოფს, რომ ზოგადად გამოსვლაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ამ ტიპის შეხვედრებზე არის ორმხრივი შეხვედრები, პირადი შეხვედრები სახელმწიფოს სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან და სწორედ ამ ორმხრივი შეხვედრების დროს გაცილებით უფრო მეტი საკითხის განხილვა შეიძლება, ვიდრე ერთი თუნდაც საჯარო, თუნდაც ხანგრძლივი გამოსვლის დროს შეიძლება დაიტიოს მოხსენება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეხვედრები იყო ძალიან მაღალ დონეზე, ფაქტიურად ყველა იქ ჩასულ უმაღლეს რანგის პირს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვიზიტი არის წარმატებული. კი ბატონო, ბატონ პავლე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს ნაკლებად აგრესიულად დაუჭერს მხარს. თუ შეიძლება ამაზე თქვენი კომენტარი, რამდენად დაუჭერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ნატოში საქართველოს გაწევრიანებას მხარს? ბატონ ზვიად, თქვენი შეფასება თუ შეიძლება მიუნხენის ვიზიტთან დაკავშირებით. თქვენი ვარაუდი როგორია, იყო თუ არა პრეზიდენტი ოფიციალურად მიპატიჟებული ვიზიტზე? დამეთანხმეთ, რომ ეს აზრი გაჩნდა ბოლო დღეებში საკმაოდ ექსპერტ შეიძლება კონდეს ეს აზრი, თუმცა მე არ მგონია, რომ სერიოზული იქნება. ეხლა ჩვენ ვიდაოთ ამ ექსპერტების პირად მოსაზრებებთან დაკავშირებით. გასაგებია, თუმცა ეს არიან ის ადამიანები, რომელსაც საზოგადოება მერწმუნეთ ბატონ პავლე, რომ ენდობა. გისმენთ ბატონ ზვიად? მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. უნდა გითხრათ, რომ ეხლა იყო მიპატიჟებული, არ იყო მიპატიჟებული, ამის გარკვევა ძალიან იოლად შეიძლება. ეს ამას აკეთებს ოფიციალური სამსახური თვითონ მთავრობაში, პრეზიდენტის აპარატშიც არსებობს პროტოკოლი ესეთი, რომელიც ასეთი ტიპის შეხვედრები მიღება, არ მიღება, რამდენი წუთი ვისთან შევიდეს, როგორ ეს ყველაფერი დგინდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ახლა იყო თუ არ იყო, ამის დადგენა ძალიან იოლად შეიძლება. ხელისუფლებასაც ძალიან იოლად შეუძლია ეს წარმოადგინოს, თუ კი ეს ასე იყო. მე უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის პირადად, ესე იგი ეს მოსაზრებები წამოვიდა იმიტომ, რომ ეხლა მიხეილ სააკაშვილს გავლენა იგივე აქვს დასავლეთის
ქვეყნების ხელისუფალთა მხრიდან თუ არა აქვს იგივე გავლენა. მე მინდა ვთქვა, რომ არა აქვს იგივე გავლენა ამ ამბების შემდეგ, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, რომელიც საქართველოში დატრიალდა. მას შემდეგ, რაც ეს 7 ნოემბრები, მას შემდეგ, რაც გაყალბებული არჩევნები, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მას შემდეგ, რაც ესოდენ უპასუხისმგებლო იყო ხელისუფლების ქმედებები ამ კრიზისების დროს. რა თქმა უნდა, განხიბლა არის დასავლეთის სახელმწიფოებში, ევროპულ სახელმწიფოებში მხრიდანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უკვე მფარველი ბუშის ადმინისტრაციის სახით, რომელმაც გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილი და ეს პორტოხლისფერი რევოლუცია თუ ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში უკვე ესეთი ტიპის ხარდამჭერი უკვე აღარ აყავს უკვე ბარაკ ობამას ადმინისტრაციას არავით არის ვალდებულება დაუშვათ იმ წარმატებული პროექტის თვალსაზრისით აღარ გააჩნია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს ძალიან ცუდი არის. მე ამას არ ვამბობ რაღაც ნიშნის მოგებით და რომ ეს კარგია და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის ხელისუფალს არ აქვს გავლენა, როცა არის მის მიმართ განხიბლა, არ არის მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ჰქონდათ ადრე ეს გადმოდის შემდეგ ქვეყანაზეც და ქვეყანას ექმნება პრობლემები. ამიტომ ძალიან ცუდია, მე კადრები ვნახე მიუნხენის შეხვედრიდან და დამჭა ისეთი განცდა, რომ ერთგვარი რაღაცა გარიყულივით დადიოდა ამ ქვეყნის პირველი პირი, მიდიოდა ხან ერთ ჯგუფთან, ხან მეორე ჯგუფთან, ესეთი განცდა დამჭა. თუმცა კიდე ერთხელ არავინ არის პრინციპული მნიშვნელობა ჩემთვის, რომ ეხლა ეს იყო მიწვეული თუ ეს თავისი წავიდა თუ იქ რა მოხდა და უნდოდა სიტყვით გამოსვლა, არ უნდოდა სიტყვით. ამას აქვს მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველამ, ვისაც კი ოდნავ მაინც ან დიპლომატიასთან შეხება აქვს, ან პოლიტიკასთან, საგარეო პოლიტიკასთან, იქაურ ნორმებთან, იქაურ წესებთან აქვს შეხება, ყველა მიცის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხარდაჭერა დასავლეთთან აქვს გაცილებით ნაკლები, ვიდრე მას ეს ჰქონდა თუნდაც 2 წლის წინ. ობამას ადმინისტრაცია ისე აგრესიით აღარ დაუჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გისმენთ მე მგონი ჩვენ ყველანი ძალიან მალე დავრწმუნდებით თუ როგორი იქნება ახალი ადმინისტრაციის კურსი საქართველოსთან მიმართებაში მათი პოლიტიკა მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება უცვლელი ისევე როგორც საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება ნატოში იქნება კვლავაც ხარდაჭერილი არა მხოლოდ ამერიკის არამედ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ მე იმედი მაქვს რომ ეს ხარდაჭერა უფრო ქმედითი იქნება და უფრო ეფექტური იქნება ამ ეტაპზე საუბარი იმაზე დავასრულებ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ცოტა მიჭირს, თუმცა ასე ვთქვათ, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ბოლომდე არ მეძლევა საშუალება, რომ გამოწვრო ჩემი აზრი. მე ვფიქრობ ელემენტარულად, რომ ის ხელშეკრულებაც რაც იქნა ხელმოწერილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ამას უნდა მოხვდეს ხელშეკრულებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციის პოზიცია ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო მკვეთრად გასაგები და გარკვეული ყველასათვის. ანუ დღეს არ არის მკვეთრი ბატონ პავლე. თუ ვინმეს კიდევ ეჭვი აქვს ისეთ ექსპერტებს როგორც თქვენ მოიყვანეთ მაგალითად იმათთვის ვამბობთ რომ ეხა იმ ხელშეკრულების ხელმოწერა რაც იყო იანვრის დასაწყისში მე ვფიქრობ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი არის ისევე როგორც რამოდენიმე საჯარო გამოსვლაში პირდაპირ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და საკმაოდ მკვეთრი იყო ეს განცხადებები მე პირადად არც ველოდი რომ პირველივე დღეებში ფაქტიურად პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააკეთებდა რაიმე მკვეთრ განცხადებებს რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ხედავთ, რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ მკვეთრია დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გადავა უკვე საქართველოს ხარდაჭერაზე. კიდე ერთ საკითხს დავამატებ, მე არ მგონია, რომ ჩვენ რომელიმე შესაძლებლობა უნდა გაუშვათ ხელიდან იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მოვიპოვოთ გარკვეული დახმარება, რაც პირველ რიგში უნდა მიემართებოდეს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებშიდან დაკავშირებით, ისევე როგორც ევროპასთან. ეს არის ის, რაზეც გადის ჩვენი მთავარი ხაზი. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი დახმარება მოვიზიდოთ დღეს იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გავაძლიეროთ, იმისათვის, რომ მეტი ხალხი დავასახელოთ. ნატოს სამიზე ბუქარესტში უკრაინასა და საქართველოს დაპირდა რომ საბოლოოდ ისინი გაწევრიანდებიან ნატოში. სწორედ ამან აღაშფოთა რუსეთი, როგორც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ამის შესახებ. რუსეთი, რომელთანაც თანამშრომლობა სწორედ ობამას ადმინისტრაცია გეგმავს და სურს რომ რუსეთთან ურთიერთობა აღადგინოს. ეს ხომ არ შეუშლის რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა, ხელს ხომ არ შეუშლის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ბატონ პავლეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ობამას ადმინისტრაცია გეგმავს რუსეთთან თანამშრომლობას.
რუსეთის იზოლაციას ვერ გამოაცხადებდა ობამას ადმინისტრაცია პირველივე დღეებში თავის მმართველობის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც დღეს ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, იზოლაციას არ გულისხმობ ბატონ პავლე, არა, თუ შეიძლება იზოლაციას არ გულისხმობ. არ გულისხმობთ იზოლაციას, მაგრამ პირდაპირ დაპირისპირებას, კონფრონტაციას პირველივე დღეებში ბუნებრივია არ გამოაცხადებთ. რაც შეეხება იმას, თუ რა თემებზე გვაქვს დღეს საუბარი, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების შეიძლება მართლა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ უკვე რამოდენიმე დღის განმავლობაში, რამოდენიმე ეთერში მომიწია ყოფნა და არსად რეალურად არ გვისაუბრია იმ ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის შინაში დგას, იმ სოციალურ პრობლემებზე, რაც არის. ჩვენი მიზანი დღეს უნდა იყოს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ სწორედ ამ საკითხებზე. ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რომ ჩვენი საწარმოები არ გაჩერდეს, იმაზე, რომ დასაქმების პრობლემა გადავჭრათ. ეს უნდა იყოს ჩვენი დებატები, ჩვენი დიალოგი. მე არ ვამბობ, რომ ამაზე მხოლოდ ხელისუფლებას უნდა კონდეს თავის პოზიცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი პოზიცია აქვს სხვა პარტიებსაც და თუ აქვს, მე ზადა რომ ამ ნაწილშიც ვიდაოთ იმაზე, რომ ვინ რაც გააკეთებს თქვენ განცხადებაში ბრძანეთ, რომ ოპოზიციას არ აქვს არ საუბრობს იმ პრობლემებზე და უშოს მეორე შეცდომას, რადგან არ საუბრობს კონკრეტულ პრობლემებზე და გეგმებზე. კი ბატონო, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ბატონ ზვია, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ობამას ადმინისტრაცია გეგმავს და აპირებს რუსეთთან ურთიერთობის განახლებად? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა ხელს შეუშლის ნატოში საქართველოს გაწევრიანებას? მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ პირველ რიგში ბატონ პალიკოს გამოსვლას მინდა გამოვეხმაურო, რა თქმა უნდა, ნატოსთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც არის დემოკრატიასთან მიმართებაში ქვეყანაში საუბარი, დღეს არის მათთვის წამგებიანი. მე ვიცი, ნაციონალური პარტია ატარებს მთელ რიგ ტრეინინგებს, რომ ჩინოვნიკებმა ერთი და იგივე ენაზე უთხრან ხალხს, ყველას, რომ აი ჩვენ პენსიები როგორ მოგიმატოთ, სამუშაო ადგილები როგორ შეგიქმნათ, ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს სულ ყველამ. ახლა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ლაპარაკი მათთვის არის წამგებიანი. ამ თემაზე რა თქმა უნდა არის ლაპარაკებენ. ნატოსთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, ქარტიას გვიხსენებენ ხოლმე მუდმივად, რომ აი ქარტიას მოეწერა სამაგიეროდ ხელი. ქარტია ეს არის ერთგვარი რაღაცა დასამშვიდებელი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შეთავაზა დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მას რა თქმა უნდა თავის ინტერესიც აქვს და სულაც არ უნდა რომ საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პოზიცია. ვისამშვიდებენ ბატონ ზვიად ამ ქარტიით? ამ ქარტიით ხელისუფლებაც შეიძლება დამშვიდდეს და რუსეთთან აფიქსირებს პირველ რიგში თავის პოზიციას, რომ იცი ეს ტერიტორია, ეს ადგილი, ეს მხარე ჩემთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ მინდა ასე იოლად ისაქვთო. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ნატოში შესვლა არის ქვეყნისთვის, ამასთან შედარებით ეს ქარტი არის ხურდაფული. მე მინდა გითხრათ ესე ნამდვილად. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული იყო ჩვენთვის მაპის მიღება, ძალიან სერიოზული იყო ნატოში გაწევრიანება, მაგრამ არ მოახერხა ბატონი პალიკოს მმართველმა გუნდმა ის, რომ საქართველოს იმ სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო, რომ ნატოში მიღებული ყოფილიყო, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა საქართველოში ასეთი იმით რაღაცა აფრიკის ქვეყნები რო შეერთდნენ, რაღაცა კავშირი რო შექმნან, იქაც არ მიიღებენ ქვეყანას არათუ ნატოში მიიღებს ვინმე. ამიტომ არის ნატოზე ლაპარაკი 4 წელი, ესე იგი ტვინს გვიჭედავდნენ იმაზე ლაპარაკით, რომ აი ჩვენ შევდივართ ნატოში, აი ჩვენ შევდივართ ნატოში. მე მახსოვს ერთ-ერთ სხდომაზე გამოვედი, წინა პარლამენტი როცა იყო მაშინ და თქვი რომ კი ბატონო, ნატოს ყველანი მომხრევართ, მაგრამ სანამ ნატოს კარებს გავაღებთ, მანამდე ზუგდიდის ბაზრობის კარები გავაღოთ მეთქი, სადაც მოსახლეობა იყო პრობლემებში, სადაც მოსახლეობა პენსიების საკითხებს ჩვენ ვაყენებთ და გვეუბნებოდნენ რომ არა, ჩვენ ახლა ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, რა დროს პენსია, რა დროს უმუშევრობა, რა დროს ეს არის, რა დროს ის არის და ლოზუნგი ქონდათ ესეთი ერთიანი საქართველოს სიღარიბის გარეშე. ეხლა ერთიანი საქართველო მოშორდა ჯერთი როგორი ერთიანი საქართველოც მოგვიტანეს, ამას ყველანი კარგად ხედავთ. ეხლა სიღარიბის გარეშე ილაპარაკებენ კიდე ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ადამიანები დააბოლონ. ბატონ პალიკო, აღარც ერთიანია საქართველო და სიღარიბეც არსებობს. ბატონი ზვიადის მოკლე რეზუმე რომ გავაკეთე. ძალიან საინტერესო არის ბატონი ზვიადის შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა. ბუნებრივია ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის დღესაც რჩება ძალიან მნიშვნელოვანი მიზნად. ბატონმა ზვიადმა ყველა მიზეზი ახსენა, რის გამოც პრობლემები შეექმნა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, მისი აზრით, მაგრამ არ ახსენა მთავარი მიზეზი. ეს იყო მართლაც ძალიან კაცრი ხისტი პოზიცია რუსეთის, რომელსაც ვერ გაუძლო ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ეხლა. ეს ბატონ ზვიადისთვის ძალიან კარგად ცნობილია, ისევე როგორც ჩვენი ტელემაყურებლისთვის. ყველა მიცის რა დინებები იყო მაშინ, როდესაც წყდებოდა მაპის მიღების საკითხი, შარშან იყო ეს აპრილის თვეში და რომელ ქვეყნებზე რა გავლენა ქონდა რუსეთს. დღეს საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ხელისუფლების ასე ვთქვათ
პოზიციამ განაპირობა ნატოსთან დაკავშირებით საკითხის დღემდე საბოლოოდ არ გადაწყვეტა, არასწორი იქნება. მთავარი მიზეზი იყო რუსეთის ფაქტორი და სამწუხაროდ ევროპა იყო ამ ფაქტორის გავლენის ქვეშ. მით უმეტეს, როდესაც ენერგორესურსებით მთლიანად დამოკიდებული არის რუსეთს. რაც შეეხება მეორე საკითხს, იგივე ჩვენ საქმესთან დაკავშირებით, ან თქვათ, იმასთან დაკავშირებით, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ საზოგადოებასთან, ბატონო ზვიად მართალია ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ერთიან საქართველოზე სიღარიბის გარეშე. არც ერთი მიზნისთვის ჩვენ უარი არ გვითქვამს, არც ერთი მიზნიდან უკან არ დაგვიხევია, გავაგრძელებთ ამ კურსს აუცილებლად, ისევე როგორც გავაგრძელებთ ბატონ პალკო, როდესაც თქვენ ეს ლოზუნგი შემოიტანეთ სახალხოდ, მაშინ საქართველო ბევრად უფრო ერთიანი იყო ვიდრე დღეს და მე-13. და მაშინ ვსაუბრობთ იმაზე, რა მოვლენები იყო და როგორ მოხდა, როგორ განხორციელდა რუსეთის მხრიდან აგრესია, ამაზე შეგვიძლია ცალკე და ძალიან ვრცლად ვისაუბროთ. მაგრამ ჩვენ ვიქნებით ძალიან თანმიმდევრულები იმ ნაწილში, რომ გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო, იმ ნაწილში, რომ გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, ხელი შეუწყოთ ბიზნესის განვითარებას, ხელი შეუწყოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ეხლა თუ ვიღაცას გონია რომ მართლა არ გვინდა სხვა თემებზე საუბარი და სხვა თემებზე საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის ფაქტორები, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს. დღეს დამერწმუნება ბატონო ზვიად, მე მგონი ამაზე მაინც არ ეტყვის უარს, რომ საქართველოს თითოეული მოსახლის მთავარი საფიქრალი შეიძლება იყოს ის პრობლემა, რაც შეიძლება შეექმნას ეკონომიკას, რაც შეიძლება მისი დასაქმების საკითხს უკავშირდება. და ყველაფერი სხვა, ეს არის მხოლოდ დანამატი ამ საკითხებისადმი. გასაგებია, მე მინდა კიდევ ერთი განცხადება ბატონ ზვიადი სანამ მე უნდა უპასუხო. კი ბატონო. ესე იგი, ბატონი პალიკო, რასაც ამბობს, რომ რუსეთის ძალიან ხისტი პოლიტიკის გამო ვერ შევედით ნატოში, მე ეს მინდა ზუსტად თქვა, რუსეთს როდესაც ასეთი ხისტი პოლიტიკა აქვს, იცი ძალიან კარგად და ამის შემდეგ შევარდები ტელეკომპანიას დაარბევ, ჩემო ბატონო, მიტინგს დაარბევ, როდესაც დემოკრატიული, როდესაც არჩევნებს აყალბებ ერთს, მეორეს, მეხუთეს, ამითი რა, კიდევ უფრო მეტად არ ამყარებ რუსეთის პოზიციას და იმ ევროპულ სახელმწიფოებს კიდევ უფრო მეტად არ აქცევ იმათი გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ შენ უკვე სტანდარტებიც აღარ აქვს ისეთი, რომელიც უნდა გქონდეს. ეს რა თქმა უნდა არის იბეცე ხელისუფლების, რომელიც თან ნატოზე ლაპარაკობდა და თან ამ დროს ტელეკომპანიაში მოუკიდებელ ტელეკომპანიაში შევარდა იმითი სპეცნაზელები და დაარბია ჟურნალისტები და აპარატურა დალეცა. ეს ახლა ერთი მეორეზე მიბმული საკითხებია. ამას გარდა უნდა გითხრათ, რა თქმა უნდა, თქვენ არ დაგვიმთავრებიაო ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. თქვენი გაკეთებული საქმე უკვე არის სახეზე. თქვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩაიდინა დანაშაული, ეს შეცდომაც აღარ არის. ეს არის დანაშაული, სერიოზული დანაშაული, როდესაც ახალგორი, კოდორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა, ყველაფერი ჩააბარეთ რუსს და ამის მერე კიდე ლაპარაკობთ, რომ ჩვენ ბრძოლა არ დაგვიმთავრებია თქვენ, ესე შეიძლება ჩააბაროთ მთელი საქართველოს თბილისის გარდა და კიდე გამოაცხადოთ, რომ ჩვენ ჯერ ბრძოლა არ დაგვიმთავრებია და კიდე ვაგრძელებთ. სააკაშვილი რუსთაველის პრეზიდენტად რო დარჩეს, მაინც იძახებს, რომ მე ვარ ეხლა პირველ რიგში ვაგრძელებ ბრძოლას და არ დავემორჩილებ და ასე შემდეგ. ეს არ არის. ეს არ არის. მე გეტყვით, ჩვენ გავაგრძელებთო ამ თემებზე კიდე მუშაობას და ვერ გააგრძელებთ ბატონო პალიკო, იმიტომ რომ გამოწურული გაქვს ყველანაირი რესურსი. თქვენ გინდათ რომ კიდე ეხლა მართლობაში იყოთ, კიდე ესე იგი ატყუოთ ეს ხალხი, კიდე მუდმივად აბცელოთ თქვენი ეს PR რაღაცა დემაგოგიები დილიდან საღამომდე მოსახლეობაში რომ დააბრუნოთ ეს მოსახლეობა და შემდეგ ამ 5 წლის მერე კიდე რაღაცას მოიფიქრებთ. არ არის ესეთი განწყობა. არც პოლიტიკურ სპექტრში, არც საქართველოს საზოგადოებაში, არც თლიანად ვინც კი ამ ქვეყანაზე გული შეწკივა, არ არის ეს ახლა დავაცადოთ ეხლა კიდე მოდი აბა 5 წელი ეხლა ეს ბიჭები ამდენი წელი ქონდათ პენსიის მოსამატებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელადად გისმენთ ბატონ პავლე და რუსეთთან მიმართებაში კიდევ ერთი განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის. რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში ბატონმა ზვიადმა ბრძანა, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებას ჩაუდენია დანაშაული, ალბათ ბატონ ზვიადი იმ დანაშაულზე საუბრობს, როდესაც აუნევიდანული იბომბებოდა, როდესაც 150 ჯავშანი ტექნიკა შემოდიოდა როკის გვირაბიდან, როდესაც ჩვენი სოფლები საფრთხის ქვეშ იყვნენ, პირდაპირ საფრთხის ქვეშ და ამ შემთხვევაში თურმე ეს ყველაფერი საქართველოს გაუკეთებია. თურმე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყოფილა ის, რომ 6 თვით ადრე ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა, რუსეთი თავის ტერიტორიაზე აწყობდა წვრთნებს თავისი საჯარისო შენაერთებისთვის, რომელსაც ერქვა იძულება მშვიდობისაკენ. რასაც შემდეგ დაარქვეს იმ ოპერაციას, რაც განახორციელეს. კი ბატონო, თუმცა ბატონ პავლე, მე მინდა გითხოთ. ეხლა ამ ნაწილში საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო თურმე რაღაც შეცდომები დაშვებული, მე მგონი არასერიოზულიც კი არა. ერთი წუთით ბატონ პავლე, თუ შეიძლება მე მინდა გითხოთ. მაშინ გუშინ წინ მე მინდა დავაკონკრეტებ, ვიყავით ჩვენ გორში და მოვინახულეთ ის დევნილები, რომლებიც იქ არიან ჩასახლებულები. ბატონ პავლე, თითქმის ყველა მათგანი ყვება თუ როგორ გამოვიდნენ ისინი კონფლიქტის რეგიონიდან.
ზონიდან. ვინ არის პასუხისმგებელი ამ მოქალაქეებზე? გზადაგზა როგორ იხოცებოდა ხალხი? ამაზე ისინი თავადყვებიან და საუბრობენ, რომ არც ერთი მოსახლე იქიდან არ იყო გაფრთხილებული ხელისუფლების მხრიდან და მაშინ როდესაც ოსებმა გაიყვანეს თავის მოქალაქეები, ჩვენო ვიყავით გაკვირვებულიო, რადგან ჩვენ არავინ არ გვითხრა ამის შესახებ, რომ ესეთი ლოგიკა ძალიან საინტერესოა. ხო, თურმე ჩვენ გეგმავდით რაღაცას, მაგრამ რუსეთმა წინასწარ ეს იცოდა თვითონ გაიყვანა თავის მოქალაქეებს. არა, ბატონ პავლე, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მოქალაქეებზე უნდა ეზრუნოთ თუ არა ხელისუფლებას. მოდი ლოგიკასაც მივყვეთ, ხო? ეს კითხვები დევნილებს არაფერს არ გეგმავდა, მაგრამ თავისი მოსახლეობა გაიყვანა ცხინვალიდან და სხვა ტერიტორიებიდან. ანუ ეს ისე მოვიდათ აზრად, უცებ ვიღაცას გაუშვდა თავში აზრად, რომ მოდი დავატოვებიოთ ამ ხალხს ჩვენი ტერიტორიები თუ როგორ არის. არა, ეს საუბრობენ 7 აგვისტოზე, რაც მოხდა და როგორც იყო. პირველი შეიარაღებული შეტაკება, რაც მოხდა იმ საჯარისო შენაერთებთან, რომელიც შემოდიოდნენ როკის გვირაბიდან. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ამ საჯარისო შენაერთებს არ მიეტანათ იერიში ქართულ სოფლებს. სწორედ იმიტომ, რომ აგვერიდებია ჩვენ ეს სისხლის გზა და სწორედ ამისთვის იყო თუ ვინმე ახლა ნახე. ბატონ პავლე, თუ შეიძლება კითხვაზე გამეცით პასუხი, ვინ იყო პასუხისმგებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან ვერ გამოიყვანეს და გამოვიდნენ თავად და ნახევარი მათგანი გზადაგზა იხოცებოდა. ბატონ პავლე, ვინ არის? ძალიან საინტერესო ციფრები თქვით ახლა ნახევარი მათგანი მე მგონი უტრირება ეს სისტემა არა ბატონ პავლე სადაც არც უტრირება არც ციფრებით თამაში არ გვარგებს არა რასაკვირველია ციფრები არ არის ვინმესთვის სასიამოვნოდ სასაუბროთ მოქალაქეები თავად ყვებიან არა უბრალოდ მე დაგიკონკრეტებ ჩემს კითხვას ეს მოქალაქეები თავად ყვებიან თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში მოუწიათ მათ კონფლიქტის ზონიდან გამოსვლა ვინ იყო პასუხისმგებელი ამ იმაზე შევთანხმდით რომ რუსეთის მხრიდან იგეგმებოდა ეს ყველაფერი მე თქვენ დამისვის კითხო თქვენ გეკითხეთ არა მე არ დამისვეს ეს კითხვა ვინ დაიწყო მითქო ეს მე არ მიკითხავს ბატონ პავლე ამდენი საუბარი იმაზე რომ ესე როგორ იბომბებოდა და რაღაცა ესე წლების განმავლობაში იბომბებოდა მაგრამ თუ თავი არ აგ მაშინ არ უნდა ჩაება ასეთი ტიპის პროვოკაციაში. მე ამოვიღოთ 7 და 8 აგვისტოს ჩანაწერები მე უსმენდი სააკაშვილსაც ხვებსაც უყოლგან თავიდან ბოლომდე აცხადებდა რომ მე ვაკონტროლებ 70% დავიწყეთ წესრიგის აღდგენა გავაკეთეთ ეს ის და დანაშაული რა არის იცით შემოპალიკო ის არის დანაშაული რომ კოდორის ხეობა ისე ჩააბარეთ საქართველოში არავინ რო არ იცის როგორ ჩააბარეთ ეს კოდორის ხეობა ძალიან საინტერესო კი არ არის იმდენად საინტერესოა რომ ძალიან ბევრი ინმეს დაჭირდება ამ კითხვებზე პასუხი ძალიან საინტერესოა და დანაშაულია ეს როდესაც თქვენი გენერლები უფრო ადრე გამოიქცნენ იქიდან სადაც კონფლიქტის ზონა იყო ვიდრე მოსახლეობა და თქვენი ტექნიკა როგორ გამორბოდა წინ და მოსახლეობა მერე გამოვიდა 1 და 2 დღის მერე ძალიან საინტერესოა რომ ისინი წაიღო რა ქვია ტრიბუნით და წითელი დროშებით რო იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი მანქანა მიდოდა ცხინვალიდან რომ დაეკეთებია თუ შეიძლება ბატონ პავლე ჩემს კითხვაზე ბატონი პავლე ლაპარაკობდა და არ დანაშაულია ის, როდესაც ეს ჩვენი ნაკები, ჯარი და ნაკები, ტექნიკა და ყველაფერი, რაც ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს ხალხმა შეიძინა, მოსახლეობამ შეიძინა, რუსებს გაატანეს 2 კვირის განმავლობაში მიქონდათ ვერ გაძღდნენ იმდენი წაიღეს მილიარდების ქონება გაატანეს რუსებს. დამპყრობელ სად იყო ეს თქვენი სანაკებო ორგანიზება და სად იყო თქვენი სანაკებო ჯარი. ფოტის მერი გამოვიდა და ის თქვა რომ ვეხვეწებოდითო რუსებსო რომ ნაპირთან ახლოსო არ აგვიფეთქო ეს გემიო, იმას შუა ზღვაში აგვიფეთქეო და ამ საზიზღება ნაპირთან აგვიფეთქესო. ეს არა ხელისუფლების დანაშაულია, აბა ვის დანაშაულია? რო აცხადებს ის რა ქვია? ამბობდა რა ქვია მაგას? სააკაშვილმა გამოაცხადა, ვინცო აგვისტოს მოვლენებს დაუძახებსო ამ საკითხო თანამდებობიდან მოხსნიო და ესე იგი ვიღაცას მიცა შენიშნო, არ მახსოვს იმ პირდაპირ ეთერის დროს და თუ ეს აგვისტოს მოვლენები იყო იმ აგვისტოს გუბერნატორი იმის აგვისტოს თვეში გუბერნატორი ჩაბანის შოფრად რომ მუშაობდა ეს ამბავი არ ახსოვს მაგას კაცო? გისმენთ ბატონ პავლე, ძალიან ბევრი ბრალდება თქვენი მისამართი, თუ შეიძლება ჩემი კითხვიდან დაიწყო. ბატონი პავლე არის ვალდებული იყოს ადვოკატი. კი ბატონო, გისმენთ ბატონ პავლე, თუ შეიძლება ჩემი შეკითხვით დავიწყოთ. მე მგონი რაღაც ფორმატთან დაკავშირებითაც უნდა შევცახოთ, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან რთულია ხა არ მინდა ბატონ ზვიაც გავაწყვეტნი და მეორეს მხრივ არც მინდა რომ დებატები ისე ძალიან მართოს რომ საზოგადოება ვერ გაიგოს ვინ რაც საუბრობს. ამიტომ შევეცდები რომ ჩემი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ და ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით რაზეც იყო საუბარი, თქვა 2 ოდესიტყვით. პირველ რიგში ხა ძალიან ხშირად ხდებოდა თურმე ესეთი პროვოკაციები და ყოველთვის ესეთი მდგომარეობა იყო. როდის იყო ვინმე შეიძლება გაიხსენოს ან შეგვახსენოს ვინმე, როდის იყო რომ 150
ჯავშან ტექნიკით შემოვიდა როკის გვირაბში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. როდის იყო რომ სტრატეგიული ბომბდამშენები იყო მობილიზებული საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. როდის იყო რომ წვნები ტარდებოდა ზუსტად იმ ოპერაციის დასაგეგმად, რომელიც განხორციელდა შემდეგ და რომლის დროსაც რუსეთმა განახორციელა აგრესია. ბატონ ზვიად, მოვლენებს დაუძახებთ, ამას თუ აგრესიას დაუძახებთ, ეს თქვენი ნება. თავარია რომ შეფასებებში ვიყოთ ძალიან სწორი. ეხა მე მესმის რომ თქვენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ხართ და მესმის რომ ეს თქვენი საშუალებაა გარკვეულწილად თქვენი პოზიცია წარმოაჩინოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეხა ამ სიტუაციაში რუსეთის პოზიციაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა რომ თურმე ესეთი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა და რატო გაგვიკვირდა ეხა და როგორ გავბედეთ საერთოდ რომ დაუშინეთ ასე ვთქვათ ქვემეხები იმ ტანკებს ხას უსვამ იმ ტანკებს რომელიც შემოდიოდა როკის გვირაბით თურმე ესეც არ უნდა გაგვეკეთებია და ეს იქნებოდა პასუხისგებლობის გზნობა ამ ქვეყნის წინაშე ეს იქნებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორედ მე არ მგონია კი ზუსტად კასეტურ ბომბებზე გამოვიყენეთ რომელიც იქნა გამოყენებული სად მაგავე დასკვლაში არის აღნიშნული ეს კასეტური ბომბები იქნა გამოყენებული იმ მიმართულებით რასაც ერქვა როკიდან შემომავალ გზაზე ჯავშან ტექნიკა თუ ნახავთ შეგიძლიათ ესეც ნახოთ თუ ნახავთ ასევე იმ კადრებს რომელიც ძალიან ბევრი არის მე მგონი ინტერნეტშიც შვიდობიან მოქალაქეებზე არის საუბარი კასეტური ბომბები ჰუმერაიცვეთში დასკვლაში შვიდობიან მოქალაქეებთან დაკავშირებით ეს არის რუსეთის მიერ გამოყენებაზე და შესაბამისად ამ ნაწილში ბუნებრივია რომ ეს ბატონზვიად არა ბატონმა პავლე ჩემს კითხვას უნდა უპასუხოს რაც შეეხება დევნილებს რომლებმაც დატოვეს კონფლიქტის რეგიონი ისე რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული და მათ ძალიან გაუჭირდათ ამ ტერიტორიის დატოვება თუ შეიძლება ვინ არის პასუხისმგებელი თქვენ გაინტერესებს ზოგადად არის თუ არა პასუხისმგებელი ხელისუფლებაზე იმ პროცესებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა რაც არა მე მაინტერესებს კონკრეტულად არის მათ შორის იმ ნაწილთან მიმართებაში რასაც ქვია დევნილების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან ბუნებრივია ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი არ იყო დაგეგმილი ჩვენს მიერ ეს ვერ დაიგეგმებოდა როდესაც დაიწყო ბატონ პავლეს სროლები მაშინ ხო უკვე იყო სურათი რომ კი ბატონო მაგრამ თუ შეიძლება მიპასუხეთ ხომ 7 აგვისტოს კი ბატონო 7 აგვისტოს მონაცემზე ვისაუბროთ თუ შეიძლება 7 აგვისტოს 7 აგვისტოს მდგომარეობაზე ვისაუბროთ და 7 აგვისტოს საღამოს შემდეგ ვისაუბროთ რა ხდებოდა როდესაც მართლა შემოსვლად განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა სწორედ ამიტომ იმისათვის რომ ჩვენი მოსახლეობა არ ყოფილიყო ცეცხლის ქვეშ. ამიტომ გაიხსნა ცეცხლი იმ მიმართულებით, რასაც ქვია როკიდან შემომავალი საჯარისო შენაერთები. შესაბამისად, ეს საშუალებაც იყო ერთგვარი იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მიგვეცა საშუალება გამოსულიყვნენ ამ ტერიტორიებიდან. იგივე ის ცეცხლის შეწყვეტა, რაც განხორციელდა და რაც მე ვფიქრობ, რომ ბევრი ექსპერტის მიერ სამხედრო თვალსაზრისით იქნა შეფასებული სხვადასხვაგვარად, მაგრამ როგორც ამ ხალხისთვის საშუალება რომ გადაეტოვებინა ტერიტორიები იყოს სწორი გადაწყვეტილება და შესაბამისად ამ ნაწილში ამ ხალხს მიეცა საშუალება რომ ესარგებლა ამ საშუალებებით და გამოსულიყვნენ ბატონ პავლე რომ დაეტოვებინათ მათ სოფლები რა თქმა უნდა მაგ მომენტში უკვე ხორციელდებოდა გაფრთხილებოდა მაგ მომენტში უკვე იცლებოდა სოფლები ყვებიან რომ ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დავაზუსტოთ თუ გნებავთ როდის და სად რა ხდებოდა და როდის ვინ რას აფრთხილებდა მაგრამ ის რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა ნაწილობრივ სწორედ ამ მიზნითაც ეს მე მგონი უდაო შეიძლება იყოს და ამაზე აღარ გავაგზავნოთ. თუმცა ბატონ პავლე თქვენ დევნილებს არ დახმარები ხართ კონფლიქტის ტერიტორიიდან ძალიან საინტერესო რაღაც არის. კითხვას რაღაცას რომ ისვამ, შემდეგ ჩემ პასუხზე კიდე ახალი კითხვა მოდის. არ შეიძლება ასეთიანი. რაჭი, მესმის რომ საინტერესოა, მაგრამ მე მგონი ამ ბოლო 3 წუთის განმავლობაში ხსენის სწორედ ამას რომ ჩვენი მხრიდან საჯარისო შენაერთების გამოყენება ნიშნავდა სწორედ იმას რომ დავხმარებოდით ამ მოსახლეობად გამოსულიყო ტერიტორიით. თუ თქვენ არ გინდათ რომ ეს პასუხი ჩათვალოთ სწორად ან არა ეს თქვენი ნება როგორ მე ვფიქრობ რომ საზოგადოებაში აფასებს რა ხდებოდა რასაკურველია ჩვენ ვართ აქ სწორედ ამისთვის გისმენთ ბატონ ზვიად და ჩვენ ამოვწიროთ აგვისტოს მოვლენები რადგან შიდა პოლიტიკურ პროცესებს უნდა დაუბრუნდეთ დამატებით დაიკარგა ტერიტორიები ქვეყანაში როდესაც უკვე რუსის პოსტები დგას უკვე თბილისიდან სულ 30 კილომეტრში, როდესაც 10000-ობით დევნილი გაგვიჩნდა, ამ თავარი პასუხისმგებელი ამ საქმეზე არის ხელისუფლება და ამ ხელისუფლების პირველი პირი. რა არის ამაში რაღაც გასაკვირი და რამდენიც არ უნდა იძახოთ ეხლა თქვენ რომ იქ იმას ატარებდა, ვარჯიშებს ატარებდა, იმას აკეთებდა, ამას აკეთებდა, ეს ხო იცოდით თქვენ რა კონტრდაზორვა ყავთ, დაზორვა ყავთ, ის აკავთ, ეს აკავთ. მთელი თქვენი მთავრობა გამოდიოდა და ლაპარაკობდა, ჩვენ არ ველოდით რუსეთი თუ ჩაერთვებოდა აგრესია, ჩვენ არ ველოდით რომ ტანკები შემოვიდოდა, ჩვენ არ ველოდით რომ თვითმფრინავები ყავდა რუსეთს. ამას აცხადებდა თქვენი ხელისუფლება მთელი 10 თუ 15 დღის განმავლობაში და სანამ კაპიტულაციას
კაპიტულაციას გამოაცხადებდნენ ხელისუფლებას, სანამ კაპიტულაციას გამოაცხადებდა და შეწყვეტდა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევას. გორის სამხედრო ბაზა დაბომბა თვითმფრინავებმა, დაბომბა თბილისი, დაბომბა მარნეულის სამხედრო, დაბომბა სენაკის ეს რა ქვია სამხედრო ბაზა, სადაც 30-ზე მეტი საზენიტო დანადგარი გაიტანეს შემდეგ რუსებმა და საერთოდ წინააღმდეგობა სრულიად მოშლილი, სრულიად დეზორგანიზებული იყო თავდაცვის სისტემები და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ეხლა რამდენიც არ უნდა იძახოთ აგრესია, ასე ისე თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ვერ გაექცევით რამდენჯერაც არ უნდა წადოთ ესე იგი გაიგეთ აგვისტოს მოვლენებზე გნებათ რუსეთის აგრესიაზე პრეზიდენტი რობერტო თქვენ როგორ ჩათვლით საჭიროა ისე შეგიძლიათ შეაფასოთ, მაგრამ მე მგონი კითხვის ნიშანი რომ ეს რუსეთის აგრესია იყო, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება სიტყვებზე ვიდაო, მაგრამ ის რომ ეს რუსეთის აგრესია იყო, მე მგონი არც თქვენთვის არ უნდა იყოს გასაკვირი და პრეზიდენტი იტყვის ამას თუ ბატონი ზვიადი იტყვის, არანაირ მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. რაც შეეხება იმას თუ რა პოზიციები ქონდა საქართველოს ხელისუფლებას, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც იბომბებოდა ჩვენი ქალაქები, მათ შორის იბომბებოდა დედაქალაქი და მე მაშინ ვაზიანში ვიყავი, როდესაც ვაზიანი იბომბებოდა, შესაბამისად ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველი ადამიანი, რომელსაც სურდა რომ მართლაც ყველაფერი თავიდან აეცილებინა და მოემზადებინა ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გაეწია მტრისათვის ამ შემთხვევაში. მე მგონი ხა არავისთვის უცხო არ არის რომ ასეთ შემთხვევაში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას როცა ახდენს რუსეთის ფედერაცია და ეს უკვე მარტო პროვოცირება კი არ არის, პირდაპირ იერიშია, პირდაპირ აგრესია სახელმწიფომ თუ მას სუვერენიტეტს კიდე ასე ვთქვათ სუვერენიტეტთან პასუხისმგებლობა გააჩნია, პასუხი უნდა გაცეს და ეს პასუხი იყო გაცემული. ბატონ ზვიადი ამბობს, რატო ვერ შევძელით რომ მოგვეგო ეს ომი, ეს დაპირისპირება. რატო ვერ შევძელით რომ უფრო მეტი თვითმფრინავები ჩამოგვეგდო, თუმცა 20-მდე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა ჩვენი შეიარაღების მიერ. მე მგონი საჯარის შენერგებზე. მე გითხარით, რატო ჩააბარეთ ქონება მტერს? არანაირი ქონების ჩაბარებაზე არ იყო საუბარი. არანაირი ქონების ჩაბარებაზე არ იყო საუბარი. დაამთავრეთ ხო საომარი მოქმედებები, ქონება მაინც ხალხის ფულით იყო ნაყიდი. საწაიღეთ ის ტექნიკა, ამდენი მილიონები თავდაცვაში რომ მიდიოდა, იმ თავდაცვაში რომელსაც ვერ აკონტროლებდა ვერავინ აბსოლუტურად და დობის ჯგუფშიც კი არ აკავდათ ერთი ოპოზიციონერი თუნდაც შეყვანილი და ისე რომ იხარჯებოდა მილიარდები. კარგი, ბატონო, ძალიან გიხოთ ეს თემა ძალიან შორს წაგვიყოს ჩვენს. მე მინდა ერთი განცხადება მოვიშორიო პრეზიდენტ სააკაშვილის, შემდეგ ჩვენს ეთერში იქნება რეკლამა და რეკლამის შემდეგ ბატონ პავლე თქვენი პასუხი. პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიუნხენში გააკეთა მან, ევროკავშირსა და ნატოს პოზიცია არის ცალსახა. ევროპა არასდროს დაუშვებს კომპრომის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არავინ არ დაუშვებს საბჭოთა კავშირის აღდგენას და საქართველოს დაბრუნებას ძველი გავლენების სფეროში. ამის მცდელობა ძალიან ძვირად დაუჯდება ნებისმიერს. კიდევ ერთი მუქარა პრეზიდენტ სააკაშვილის რუსეთის მისამართით. ბატონ პავლე არაპირებს პრეზიდენტი. ძალიან საინტერესო არის ეს მუქარა არის, ასე ვთქვათ. ეს მცდელობა ძალიან ძვირად დაუჯდება. არ არის ეს მუქარა. კი ბატონო, ეს საზოგადოებას მინდა ბოდიში მოუხადო, მაგრამ უბრალოდ ერთი რო ხაზი არ გაუსმა, არ შემიძლია. ექსპერტი კლიმიაშვილი რას ბრძანებს ამას? რამე ხო არა აქვს თავის შეფასება. მე მგონი ეხა ის რომ ევროპის პოზიცია და ნატოს პოზიცია როგორი არის, ყველასთვის ძალიან ნათელია და გამოჩნდა ეს ძალიან ბევრჯერ. თუმცა ევროპა და ნატო გეგმავს ბატონ პავლე რუსეთთან თანამშრომლობას. თუნდაც ბოლო შეფასება, ბოლო რეზოლუცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის. მე არ ვიცი თქვენ რამდენად ადევნებ, ალბათ ადევნებ ამ პროცესსაც. ის რაც შეიქმნა თავიდან რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რა რეზოლუციის მიღებასაც აპირებდნენ. და ის რაც რეალურად მიიღო ევროპის საბჭომ რუსეთთან მიმართებაში, არის რადიკალურად განსხვავებული. არც ერთ ნაბიჯში ევროპის ქვეყნებს უკან არ დაუხევიათ თავის პირველად შეფასებებში. არც ერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ახალი პოზიცია არ ჩამოუყალიბებთ. იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, იქნება ეს აღიარების უკან გაწვევის საკითხი, იქნება ეს სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებული ეუთოს მისიის გამოყენების საკითხი. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოს და ევროკავშირის და ევროსაბჭოს პოზიცია არის ერთიანი, არის თანმიმდევრული და ამაში არაფერი არ შეცვლა. და ეხლა თუ ვიღაცას უნდა რომ აი ეს პოზიცია წარმოაჩინოს როგორც ხელისუფლების მხრიდან მუქარა რომელიმე სხვა სახელმწიფოს არა ბატონ პავლე ეს განცხადება თუ არის ჩემი მისამართით გაკეთებული მე კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო ეს მცდელობა ძალიან ძვირად დაუჯდებათ ნებისმიერს არ არის ეს მუქარისტონი არ გესმით ამაში მუქარისტონს ვერ ხედავთ ბატონ არა მე არ ვიცი მე თქვენ გეკითხებით ამას ბატონ პავლე თუ ეს თქვენი განცხადება ირონიით ჩემი მისამართით არის გაკეთებული მე უბრალოდ დავაკონკრეტე თქვენი მისამართით არ არის მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ამ განცხადების მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას ევროკავშირის ნატოს და ევროსაბჭოს პოზიციას მე მგონი ეს პოზიცია
პრეზიდენტ სააკაშვილს რომც არ გაეკეთებინა ეს განცხადება, ძალიან ნათლად ჩანდა ევროპის საბჭოს და ნატოს და ევროპის კავშირის იგივე სხვა სტრუქტურების ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე. ამიტომ შეფასებებში ევროპა შეიძლება იყოს მკაცრი. ჩვენი სიმკაცრე აქ არაფერს არც უმატებს, არც მოაკლებს. თუმცა ბატონ პავლე ევროპა რა იძახდა ასევე და საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ნატო ჯერ ძალიან ადრეა. ხო, ამასთან დაკავშირებით განცხადება იყო გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა იქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს და უკრაინასთან დაკავშირებით თუ ეს თემა ესეთი ძალიან აქტუალურია. აქტუალურია ბატონ პავლე და მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით კი ბატონო, ჩვენ სწორედ რეკლამის შემდეგ ეკონომიკაზე ვისაუბროთ. ამაზე შემიძლია ხაზი გაუსვა, რომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრი განცხადებები იყო, რომ უკრაინა და ნატო და საქართველო და უკრაინა არიან უკიდურესად დაახლოებული და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებს ვერავინ ვეღარ შეცვლის. კი ბატონო, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში შიდა პოლიტიკურ პროცესებს განვიხილავთ უკვე. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ბატონ პავლე, თქვენი განცხადება მინდა მოვიშველიო, რომელიც ეხება ოპოზიციის მისამართით გააკეთეთ. ოპოზიციაც შეცდომებს იმეორებს და არ საუბრობს კონკრეტულ პრობლემებზე, არ საუბრობს იმ საკითხებზე, რაზეც საზოგადოებას დღეს აინტერესებს პასუხები. თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ საკითხზე, რაზე უნდა ისაუბროს დღეს ოპოზიციამ და რაზე არ საუბრობს, თუ შეგიძლიათ იქნებ დამიკონკრეტოთ. მე ნამდვილად ვერ ვასწავლე და გულახდილად რომ თქვა არც ვასწავლე ჩვენ ოპონენტებს რაზე უნდა ისაუბრონ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. არა, ბატონ ზვიად გიპასუხებთ, მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ ამ განცხადებაში? აი მაგაზე ვიტყვი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე სუსტად ვიცი ჩვენი მოსახლეობის ძირითადი გულის ტკივილი, რაც დღეს უკავშირდება იმ პრობლემებს, რაც უკავშირდება ეკონომიკას, დასაქმებას, სოციალურ პრობლემებს. ეს არის ის საგანი, რომელზეც ყველაზე მეც ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა და რომელზეც ყველაზე მეტი აინტერესებს ჩვენ მოსახლეობას. აინტერესებს იგივე იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს საწარმოების დახურვას, ან რამდენად გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ ხელი შეუწყოთ ახალი საწარმოების შექმნას და განვითარებას. ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია მართლა ძალიან ბევრი ვისაუბრო, თუ მოგვეცემა ამის საშუალება ბატონ ზვიად თუ თანახმა იქნება. მე შემიძლია ჩამოვაყალიბო ის პოზიციები, რაც გააჩნია ჩვენ ხელისუფლებას და მინდა მოვისმინო ის არგუმენტები, რაც აქვს ჩვენ ოპონენტებს. გასაგებია, ბატონ პავლე, საზოგადოებას აინტერესებს რა გავლენა იქონია მსოფლიო კრიზისმა საქართველოზე, თუ საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტულად, როდის მოემატება პენსიები, ხელფასები. აი ეს გაჭირვება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ეს აინტერესებს საზოგადოებას თუ აინტერესებს ის მსოფლიო კრიზისმა რა გავლენა იქონია საქართველოზე, თუ შეიძლება. საწყენად არ ვიტყვი, პირველი კითხვა, რომლისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მართლა ეს თემებია, რომელზეც რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ. ძალიან ბევრი უნდა ვიდებატოთ სწორედ ამ საკითხებზე იმისათვის, რომ თუ სადმე რაიმე საშუალება კიდე არის, რომ უფრო მეტი დახმარება წავიდეს ჩვენი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, უფრო მეტი შეღავათები გაჩნდეს ბიზნესისთვის, რასაც ისინი გამოიყენებენ შემდეგ გასაქმებისათვის. ეს ყველა საშუალება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ სიტუაცია მარტივი ნამდვილად არ არის. გეთანხმებით, რომ ის კი არ აინტერესებს საზოგადოებას, სად დაიწყო ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი. საზოგადოებას ის აინტერესებს, რა გავლენა მოახდინა ამ ეკონომიკაზე, ჩვენ ეკონომიკაზე რა გავლენა მოახდინა. როდის გაიზრდება დაპირებული პრეზიდენტის $100-იანი რა საშუალება აქვს დღეს სახელმწიფოს, რომ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც მას ჰქონდა, რა კეთდება იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს, რა შეღავათები არის საგადასახადო კოდექსში იმისათვის, რომ მეწარმეებს ხელი შეუწყოთ, როგორი არის სახელმწიფოს პოლიტიკა სოციალურად დაუცველი ფენების დაზღვევასთან დაკავშირებით ან მათ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ყველაზე შემიძლია ცალ-ცალკე თქვენ გექნებათ საშუალება და შემდეგ კითხვა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ბატონ პავლე იმას პინძლოთ. ბატონ პავლე, როდესაც თქვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ უნდა ისაუბროს სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე, თქვენი კოლეგა ბატონ გივი თარგამაძე საუბრობს იმაზე, რომ იანუკოვიჩის მომხრეები ემზადებიან იმისთვის, რომ უკრაინაში დაიწყოს ხელახალი საპროტესტო აქციები ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით და ამ ყველაფერში ურევია რუსეთის ხელი და იგი ასევე საუბრობს, რომ ეს ყველაფერი ასევე განმეორდება საქართველოში ოპოზიციის დახმარებით, ანუ ოპოზიცია ასრულებს რუსეთის მოთხოვნებს. როდესაც ესეთი ბრალდებები ისმის ოპოზიციის მისამართით, ოპოზიციამ ამ დროს საპასუხოდ ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე უპასუხოს. ანუ რატომ გიკვირთ, რომ ოპოზიცია თქვენ ამ კუთხითაც გაკრიტიკებთ? არა, მე არ მიკვირს, რომ ოპოზიცია საუბრობს. როდესაც გივი თარგამაძე ყველა თემაზე. მე ეს არ გამიკვირდებოდა. ფარულ თანამშრომლობაში. მე ეს არ გამიკვირდებოდა, თუ ოპოზიცია ისაუბრებს
ვისაუბრებ და ყველა თემაზე რაც ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ოპოზიციის ერთ-ერთი სასაუბრო თემა არის მხოლოდ რიგარეში არჩევნები და ამასთან დაკავშირებული რაღაც სხვა საკითხები და ყველა სხვა საკითხი რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობას, დღევანდელ და ხვალინდელ დღეს, ჩვენი მოსახლეობის პრობლემებს, დასაქმებას, ეკონომიკას და სოციალურ დაცვას. არ მომბეზდება ამ სამი სიტყვის გამეორება. რამდენჯერაც იქნება საშუალება რომ ბატონ ზვიათა ერთად ვიდებატოთ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს საგადასახადო პოლიტიკა იმისთვის რომ მეწარმეები კიდევ უფრო განვითარდნენ, იმდენჯერ მექნება ამის სურვილი და ამის საშუალება. მაგრამ თუ ჩვენ ოპონენტებს ყველაფერი სხვა გვერდზე აქვთ გადადებული და მხოლოდ ერთი რამით არიან დაკავებული რომ წარმოაჩინონ თუ დაუმტკიცონ საზოგადოებას თუ რას გააკეთებენ ისინი რიგარეში არჩევნებისათვის ჩვენი გზა ეს არ იქნება ჩვენი გზა იქნება ისევ საზოგადოებისკენ ჩვენ მივალთ ისევ მოსახლეობასთან მაგრამ ჩვენ ვეთქვით რას გავაკეთებთ იმისთვის რომ გქონდეთ უფრო უკეთესი სოციალური დაცვა გქონდეთ უფრო უკეთესი დაზღვევის სისტემა გქონდეთ უფრო უკეთესი გარანტიები იმისა რომ არ დაკარგავენ სამუშაოს და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეკონომიკა იქნება ძლიერი. ამას ვესაუბრებ. კი ბატონო, თუმცა ბატონ პავლე მე ხარ წავიდე. არა, ეხლა ბატონ პავლე. მეორე ბლოკში საერთოდ წავალ მე. ჯობია, იმიტომ რომ ეხლა ბატონ პალიკოს რაც უნდა, იმას აკეთებს რა, ესე იგი. კარგით ბატონო. უნდა რომ ამ თემებზე ეხლა ილაპარაკოს, ესე იგი, წინასაარჩევნო რეჟიმში, ესე იგი, მათ ბედნიერ პროექტებზე იმაზე. მე ახლა დავჯდები და გიყურებთ ახლა და მიეცით საშუალება რომ აი გააგრძელოს სააკაშვილის იმით რა ქვია, რიტორიკით ამ თემებზე საუბარი. გისმენთ ბატონ პავლე, ერთ ძალიან მარტივად. მე კიდევ ერთხელ ვამბობ და მინდა გითხრათ რომ ამ საქმის გასაკეთებლად ამ ხელისუფლებას ჰქონდა 2003 წლის მერე 6 წელია უკვე მე 6 წელია. 6 წელიწადი ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში მათ მოატყუეს მიანაბრეები და გადააგდეს. მათ მოატყუეს პენსიონერები, მათ მოატყუეს ბიზნესმენები, მათ მოატყუეს სულ ყველა ვისაც რაღაცა კერძო საკუთრება ჰქონდა. ყველანი აბსოლუტურად და ეხლა დღეს როდესაც ასე გულმხურვალედ ლაპარაკობენ ისევ ამ თემებზე. რა თქმა უნდა თავის გადარჩენის მიზნით ლაპარაკობენ ამაზე. ისინი ფიცი მწამს ბოლოს მაკვირვებს პრინციპი. რა თქმა უნდა ჩვენ მოსახლეობას უნდა დაველაპარაკოთ სამუშაო ადგილებზეც, უნდა დაველაპარაკოთ პენსიაზეც, ანაბარზეც, ყველა იმ პრობლემაზე რომელიც მათ აქვს, მაგრამ ერთი რამ სახეზეა და ერთი რამ ფაქტია რომ ამ ხალხმა, ამ გუნდმა, ამ ჯგუფმა ვერ შეძლო ამ მიმართულებით საქმის გამოსწორება, ვერ გააკეთა ვერაფერი. გარწმუნებთ 3 თუ 4 კანონ პროექტი მაქვს მარტო პენსიებთან დაკავშირებით, მე პირადად და კონსერვატიულ პარტიას გატანილი. ანაბრებთან დაკავშირებით გვაქვს კანონ პროექტი გატანილი. გატანილი გვაქვს მრავალშვილიან ოჯახებთან დაკავშირებული კანონ პროექტი. გატანილი გვაქვს, რა ვიცი, აი მევენახეობის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხები და უამრავი სხვა თემა, რომელზედაც მუდმივად თავზე გვახებდნენ ამ კანონ პროექტებს და გვეუბნებოდნენ, რომ ეხლა ამისი დრო არ არის, ჩვენ ნატოში უნდა შევიდეთ, ჯარი უნდა გავაძლიეროთ, ერთიანობა უნდა აღვადგინოთ და ეხლა უკვე თურმე თავარი საზრუნავი ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებისთვის ყოფილა საცოდავ პენსიონერს როგორ დაეხმაროს. ვინ დაგიშალათ ამდენი ხნის განმავლობაში? ვინ არ მოგცათ ამისი საშუალება? თქვენ ხელში იყო ყველაფერი, ბიუჯეტი, ფინანსი, ბერკეტი, სასამართლო, პარლამენტი, კონსტიტუციას თავზე გვახევდით, კვირაში ერთხელ ცვლიდით ამ კონსტიტუციას და თქვენ ამბობთ ეხლა რომ ესე იგი, აი ეს არის თურმე მთავარი პრიორიტეტი, ესე ყოფილა თურმე მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ესეა და თქვენ ხელში არის. თქვენს გამო არის ეს პასუხისმგებლობა ზუსტად ეხა გივით არგამაძემ და რუსეთმა მიხედონ ერთმანეთს თვითონ რა გივით არგამაძეზე და მის რაღაც გამონათქვამებზე განმეორდება ზუსტად რაც უკრაინაშია უკრაინა იანუკოვიჩის მთავრობა ალბათ გაქვთ ინფორმაცია არ ვიცი ეხლა მაგისი წინასწარმეტყველობები თუ მჭხიბაობები შეინახოს თავისთვის ბატონო იმისამდე მის ვადაო რუსეთმა რომ საქართველოში და უკრაინაში დაემხოს ხელისუფლებაო ну არ ვიცი რაღაცა იცის ეთყობა რუსეთის აგენტურულ წრეებთან აქვს რაღაცა ურთიერთობა და გამოვიდა მე ერთი რამ მინდა განვაცხადო ასეთი ტიპის განცხადებები როდესაც კეთდება მე ვაცხადებ რომ აი პირდაპირ ვანო ხო უსმენს ყველაფერს ჩვენს ლაპარაკს საუბარს თლიანად თავიდან ბოლომდე დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ ცხოვრობ და გამოიტანონ ნებისმიერი ბრალდება რაც არის აი მე ვამბობ და ვაცხადებ დაიწყონ ჩემზე პირადად გამოძიება რომ ვარ რუსეთის აგენტი და გამოიძიონ და კანონის მიხედვით მე ლაპარაკონ ახლა როცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს ასეთ განცხადებას, მას არ აქვს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება, იმიტომ რომ სახელმწიფოს მაღალი ჩინოვნიკია და ასეთი ჩინოვნიკი ესე არ უნდა ისროდეს უპრაგონოდ ბოდიში ამ გამოთქმისთვის თავის იმას, აქვე შეფასებებს და გამოთქმებს და არ უნდა ლაპარაკობდეს ეს კაცი წარმოადგინოს მტკიცებულებები და კანონის მთელი სიმკაცრით აგოს ყველა იმაზე პასუხი, ვინც უცხოეთიდან იმართება და ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს უცხოეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის სწორი დამოკიდებულება და არა ის რომ ეხლა რაღაც დემაგოგიას
პარტიას წამოიძახებს იქ თარგამაძე და მე ახლა ჩვენ უნდა ჩავდგეთ თავის მართლების პოზაში და როგორ გეკადრებათ ბატონო და რუსეთი და რაშვაში ვართ და ჩვენ რაშვა რუსეთი და მისი ინტერესი რომ უნდომებოდა ოპოზიციის თუნდაც მცირე ნაწილს რაღაც გაეტარები ამისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგები იყო ამ ქვეყანაში მაგრამ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ გადაუდგამს იქეთ ნაბიჯი რომ რაღაცა თავისი ქვეყნის ინტერესების საზიანო რაიმე გაკეთებული იყო ეს არის ცალსახა საშუალება ბატონ პავლეს რომ გვიპასუხოს გისმენთ ბატონ პავლე დიდი მადლობა მეც დაუბრუნდები იგივე თემას, რადგან ბატონმა ზუიადმა დაიწყო, ბატონ ზუიადს ჰქონდა კითხვა რა კეთდებოდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ეკონომიკა ყოფილიყო. და ამაზე მინდა რომ მოგახსენოთ. ჩვენი ასე ვთქვათ, პროექტების შედეგი არის სწორედ ის, რომ გადასახადები შემცირდა, გადასახადების რაოდენობა შემცირდა და განაკვეთები შემცირდა. ეს არ არის შემთხვევითი ნაბიჯი და ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯი. ეს არის ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ. შარშან, როდესაც საშემოსავლო გადასახადი იკლებდა 25%-მდე, ჩვენი ოპონენტები გვიკიჟინებდნენ, რომ ეს არ არის საკმარისი და უნდა დავწიოთ. ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგავთ ეტაპობრივად და ვგავთ. მეორე იმან რომ საგადასახადო განაკვეთები იწევს, გადასახადების რაოდენობა კლებულობს, მისცა საშუალება ბიზნესს რო განვითარდეს. ამასთან ერთად თქვენი ოპონენტები ასე საუბრობენ, რომ ბიზნესი დღეს დარაკეტებულია ხელისუფლების მხრიდან. დავასრულებ ამაზე საუბარს და შემდეგ ერთ ძალიან კონკრეტულ მაგალითს, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, აი მაგალითს მოვიყვან. კი ბატონო. გარდა იმისა, რომ გადასახადები მცირდებოდა, იყო ლიცენზიების და ნებართვების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც 10-ჯერ შემცირდა. რაღაც ციფრი კი არ არის, 10-ჯერ შემცირდა ზუსტად ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უფრო მეტად გახსნილი არის და უფრო მეტად მოქნილია ბიუროკრატიასთან მიმართებაში. ბიუროკრატიას უფრო აქვს ნაკლები ჩარევის საშუალება ბიზნესის საქმიანობაში. და ეხლა ერთ ძალიან კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელზეც მე პირადად მუშაობდი და გავაგზელებ ასევე მუშაობას იმისათვის, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ და მართლა დავდგეთ ფეხზე ისე როგორც ეს ჩემ ხალხს, ჩვენ ხალხს ეკადრება. ეს არის იმ რაიონის მაგალითი, რომლიდანაც მე ვარ არჩეული და ტყიბულის მაგალითი ეს. 2005 წელს, როდესაც პირველი არჩევნები იყო ჩემი და ბატონ ზუიაძის მაშინდელი პერიოდი ახსოვს ძალიან კარგად, შახტები იყო გაჩერებული, რკინიგზა იყო ჩავარდნილი. დასაქმება იყო ფაქტიურად 0-მდე გაჩერებული. რეალურად შახტაზე მუშაობდა სულ რაღაც 300-ოდე ადამიანი, რომელსაც ხელფასი 150 ლარამდე ჰქონდა და რეალურად ეს იყო ის ხალხი, რომელსაც უნდა შეენახა ელემენტარულად შახტა და არ ჩანდა არანაირი გზა იმის, რომ რამე გაკეთდებოდა. ის უკაცრავად ამ სიტყვისთვის არ ვიცი ქართული შესატყვისი. ის დანადგარი, რომელიც კლეტს ეძახიან, რომელიც ჩადიოდა სიღრმეზე და ამ ჰქონდა ნახში, იყო გაფუჭებული. ჩვენ დავიწყეთ ამის ეტაპობრივად აღდგენა. დღეს ტყიბულის შახტებში მუშაობს 1000-მდე ადამიანი. საშუალო ხელფასი არის 500 ლარზე მეტი. არის რკინიგზა აღდგენილი, რასაც ვერ წარმოვიდგენდი 3-4 წლის წინ, იმიტომ რომ ეს მეგონა რომ მართლა საოცრების სფეროდან არის. არის უკვე პერსპექტივაში ის რომ გამამდიდრებელი ფაბრიკა იქნება და კიდევ უფრო კარგი ხარისხის იქნება ტყიბულის ნახში. ეს არის ჩემი კონკრეტული მაგალითი იმასთან დაკავშირებით რა კეთდებოდა საწარმოებთან მიმართებაში. ეს არის ჩემი გზა იმისათვის რომ ყოველთვის გქონდეს ამ ხალხისთვის სათქმელი თუ რა გავაკეთე, რას გავაკეთებ. ბატონმა ზუიადმა ბრძანა რომ ეს არის ჩემი წინასაარჩევნო ასე ვთქვათ რაღაც გამოსვლები, არანაირი არჩევნები არ იქნება ბუნებრივია უახლოეს პერიოდში პირველი არჩევნები მოსალოდნელია მხოლოდ მომავალ წელს და ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნების აქვე მინდა ვთქვა რომ საფხულში გაზაფხულზე პერმანენტული აქციების შესაძლოა დაიწყოს ბატონ პავლე აქვე მინდა ვთქვა რომ არ ვაპირებ კიდევ ერთხელ კეჭი ვიყავ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩემი თავი შეიძლება ამის შემდეგ გამოვწურო პოლიტიკაში და აქედან ბიზნესში ნახოთ, არ მგონია რომ ბიზნესში წავიდე, მაქვს ძალიან კარგი პროფესია და დაუბრუნდები ალბათ ჩემ პროფესიას, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ მე აქამდეც და ამის შემდეგაც გავაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ ჩვენ ხალხს კონდეს რაც შეიძლება უკეთესი პირობები დასაქმებისათვის. კონდეს სამუშაო, კონდეს ღირსეული ანაზღაურება და გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან. თუ ასე ეხმარებით თქვენს ამომრჩევას ბატონ პავლე ალბათ ძალიან გული დაწყდება დღევანდელი თქვენი ეს განცხადება. გისმენთ ბატონ ზუიად. მაგალითი მოგიყვანათ ბატონმა პავლემ თუ რა კეთდება. ესე იგი იმაზე კამათში რა კეთდება, როგორ კეთდება, მეგრად რაც კეთდება, სუბსიდირება ხდება, მაგალითად კახეთში ვენახი რომ გაიჩეხოს ამისი. რა ხდება გეტყვით მრავალშვილიანი ოჯახებზე, რომელიც ჰქონდათ დახმარება გამოყოფილი და ჩადებული იყო, მრავალშვილიანი ოჯახი ხელმოკლე მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც იყო, იმათთვის გაუქმდა ეს დახმარებები. ეს არის ორი ახლახან მომხდარი გალობლიშვილის ხელმოწერილი დადგენილებები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი არის ესეთ რამე კეთდებოდა. მე მინდა უბრალოდ შევეხო ახლა იმ თემას და კიდევ ერთხელ ვთქვა, ის რა გააკეთეთ და როგორი გზები დააგეთ, რა ფანტანები და შადრევნები და ესენი უკვე დამთავრდა და ამ ხალხმა ის მიიღო, რაც გაკეთებულია, მაგრამ ის
გაითვალა უკვე და ამაზე ლაპარაკი თქვენ რა გააკეთეთ, რა გააფუჭეთ, იმაზე ლაპარაკით. თქვენ ეხლა როცა დევნილების სახლებზე არის ლაპარაკი, იცით თუ არა რომ მთელი სამშენებლო ბიზნესი იყო აწიოკებული და ამ სამშენებლო ბიზნესის ხარჯზე ააშენეს ის დევნილთა სახლები. ფულიც გადმოირიცხა დახმარების სახით ამ დევნილთა სახლებზე და ვანო მერაბიშვილი იმიტომ დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა, იმის რომ ბიზნესი დაეწიოკებინათ. ესეც არის დღევანდელი და გუშინდელი მაგალითი. ეს არის რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება. ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა სწორედ ბატონმა პავლემ. შეიძლება ბიუროკრატიასთან არა აქვს შეხება, მაგრამ ვანო მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან, რომელიც ისევ ახლაც ამ წუთასაც არის ბიზნესის დარეკეტებით დაკავებული, ამ კანონმდებლობას არაფერი საერთო არა აქვს, იმიტომ რომ გეუბნებით, დამოკიდებულებაა ასე, პოლიტიკური ნებაა ხელისუფლების ესეთი, რომ დააწიოკოს ბიზნესი, დააწეროს ფული ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ეს სწორად გამოხატავს საქმისარს და მუდმივად იყონ ესენი რაღაცა მორჩილი, რაღაც ერთგვარი ფენის მდგომარეობაში, რომელიც არის ხელისუფლების ძევალი, ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე. ეხლა არჩევნებთან დაკავშირებითაც თვითონ მე მგონი, ეხლა არჩევნები მე მაინტერესებს ძალიან, როგორ არ ჩატარდება ეს არჩევნები, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად ითხოვს სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. მაშინ, როდესაც ხალხი მოვა და მოითხოვს ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მაშინ რა პასუხი აქვს ამაზე ხელისუფლებას, რატო არ კიდე უნდა დაარბიონ ეს ხალხი, კიდე უნდა ცემონ, კიდე კუთხეში მიაყენონ. ეხლა ესე რიხიანად, იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არა აქვთ იმის წარმოდგენა და არიციან თუ როგორი შეიძლება იყოს ხალხის მოთხოვნა, სრულიად კანონიერი. არა აქვთ ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია. არა აქვს, მაგრამ განცდა აქვთ, რომ უკვე გადაგორდა ის საფრთხეები, რომელიც იყო მაგალითად სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, როდესაც ახალი მომხდარი იყო აგვისტოს ამბები და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ელოდებოდა წუთი-წუთზე, რომ მასავით ვიღაცა გამოხტებოდა ქვეყანაში და იმ მომენტით ისარგებლებდა და იმ მომენტის სარგებლობიდან გამომდინარე აიძულებდა, რომ წასულიყო. უნდა გითხრათ, რომ აუცილებლად იქნება არჩევნები. არა ადგილობრივი არჩევნები, არამედ იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს თვითონ ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ მას არც 2007 წელს არ უნდა არჩევნები. უნდა გითხრათ, არც საპარლამენტო უნდა და საპარლამენტოსთვის კონსტიტუცია შეცვალა და ხანგრძლივობა გაუხანგრძლივა იმ პარლამენტს, რომ ესე იგი როგორმე თავის ჭკუაზე გადაელაგებია, გადმოელაგებია ყველაფერი. შემდეგ კიდევ რო იყო შემდეგი არჩევნები გაზაფხულზე, რომელიც დანიშნა, კიდე გადააკეთა კონსტიტუცია, როგორც უნდა და ისე რომ ისევ თავის თავზე მოერგო და ეს კაცი ესეთ ნაბიჯებს გავს, მაგრამ როდესაც ხალხი გამოვა, როდესაც ხალხი ამას მოითხოვს, თუ მოითხოვა, რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული, რომ მოითხოვს. თუ ხალხი მოითხოვს, ბატონ პალიკო, თქვენც უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თუ კი ხალხი, თუ კი მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს, რომ თქვენ ხელისუფლებას თუ კი ეტყვის, წადით ბიძიკოებო აწი სახლში, დაამთავრეთ თქვენი ხელისუფლება და მივცეთ ვინმე სხვას აწი ხელისუფლება და იქნება უკეთესი მოვიდეს, უკეთესად მიხედოთ. თუ ხალხი გეტყვით ამათ, თქვენ ამაზე პასუხი არ გეკნებათ. გისმენთ ბატონ პავლე, თუ ხალხი მოითხოვს, რომ გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ბატონ ზვიადის განცხადებაა. მე ცოტა შორიდან დავიწყებ. ისევ იმაზე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ როგორც ჩანს განსხვავებული გზები ავირჩიეთ საზოგადოებასთან მისასვლელად. თუმცა ჩვენი გზაც და ბატონ ზვიადის გზაც როგორც ჩანს მიდის საზოგადოებამდე. უბრალოდ ჩვენ ვეუბნებით იმასთან დაკავშირებით საზოგადოებას, რა უნდა გავაკეთოთ დასაქმებიც ეკონომიკისთვის, სოციალური პრობლემებისთვის და ბატონ ზვიადი ეუბნება ერთ-ერთ რამეს, რომ მოდის რიგარაში არჩევნები იყოს. ვიღაც მოვიცილოთ, ვიღაც მოვიყვანოთ და შემდეგ ვნახოთ რა იქნება და რა გაკეთდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აკეთებდა და გააკეთებს სწორ არჩევანს. სწორი არჩევანი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ გეგმებს, კონკრეტულ მიზნებს, კონკრეტულ ამოცანებს დაუჭიროს ხარი და ჩვენთან ერთად, ყველამ ერთად, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელსაც უნდარი აქვს, რომ ვიკამათოთ ცალკეულ საკითხებზე, ეკონომიკაში იქნება ეს, გადასახადების დაწევასთან იქნება დაკავშირებული ბიუროკრატიის შემცირებასთან თუ ბიზნესის განვითარებასთან, ამაზე გავაგზავნოთ ხელფასების მომენტებასთან, პენსიების დასთან, სოციალურად დაუცველი პირების კიდევ უფრო დახმარებასთან, დაზღვევის სისტემის განვითარებასთან. ეს არის ის, რაზეც ხალხს უნდა ვესაუბროთ. და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორედ ეს არის ის, რაზეც ხალხს უნდა გაუკეთოთ, ხო? რა თქმა უნდა და სწორედ ამას ვამბობ. ჩვენ მივდივართ საზოგადოებასთან იმისთვის, რომ უთხრათ ჩვენი გეგმები, იმისთვის, რომ უთხრათ ჩვენი გეგმები, თუ გნებავთ აქაც არ ვისაუბრებთ, შეგვიძლია აქაც საქმით ვიყოთ დაკავებული, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებას ჩვენგან უნდა რომ იცოდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებებს კი ბატონო, რითი უპირისპირდებით თუ დაინიშნება გაზაფხულზე პერმანენტული აქციები თუ დაიწყება, ბატონ პავლე, რითი უპირისპირდება ხელისუფლება ამ აქციებს? ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის შეკრების თავისუფლება, ყველა ეს უფლება იქნება გარანტირებული და დაცული. მე არ მინდა რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ეს ყველაფერი გამოიყენოს იმისათვის, რომ თავისი
მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ესეთი საკითხი გადაწყდება არჩევნების გზით, მაგრამ გადაწყდება მაშინ, როდესაც ეს არჩევნები არის დანიშნული და როდესაც ვადით არის ეს არჩევნები შემდეგი მოდის. ეს იქნება შემდეგი წელს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საზოგადოება გააკეთებს თავის არჩევანს კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, რაიონებში იქნება ეს ქალაქებში. არ მიიღებთ ბატონზეად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე მოგახსენებთ ნათია, უნდა უპასუხო ბატონ პალიკოს, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, თქვენ 6 წელი გქონდათ იმისათვის, რომ ესეთი პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში, მოგეგვარებინათ. თქვენ არ გადადგით აქეთ არც ერთი ნაბიჯი, ამიტომაც საქართველოს მოსახლეობას, რა თქმა უნდა ველაპარაკოთ ჩვენ სამუშაო ადგილებზეც, ეკონომიკურ პრობლემებზეც, სოციალური დაცვის საკითხებზეც, ყველაფერზე, ოღონდ თქვენ არა, თქვენ უკვე დაამთავრეთ ამ თემებს ლაპარაკი. უნდა ესაუბროს ის, ვისაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს და თქვენ ეს ნდობა დაკარგული გაქვთ. თქვენ ამაზე არ გჯერათ. თუ არ გჯერათ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს. თქვენ თქვენსას ამბობთ, ჩვენ ჩვენსას ვამბობთ. მოდი და ვკითხოთ ხალხს. ჩვენ ამას გთავაზობთ. ჩვენ შევეკითხებით ამას საზოგადოებას. ჩვენ შევეკითხებით მოსახლეობას, გვინდა თუ არა რომ პასუხისმგებლიანი, გაწონასწორებული, მშვიდი და ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც არ მოატყუებს თავის ამომრჩეველს ელემენტარულად. გინდა თუ არა ასეთი და თუ კი საზოგადოების მხრიდან იქნება თანხმობა, რომ ჩვენ გვინდა ასეთი ახალი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, თქვენ ამაზე პასუხი არ აგაქვთ. არც მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პასუხი. პასუხი ის არ არის, რომ შენ რაც გინდა ის ილაპარაკე და მე მაინც ჩემსას გავაგზელებ. ძაღლი ყებს და ქარავანი მიდის. ვარიანტი ამ შემთხვევაში არ გამოდგება, ამიტომ რომ თუ კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას მოითხოვს, თქვენ იქნებით იძულებული დაემორჩილოთ მოსახლეობის მოთხოვნას. იქნებით იძულებული ბატონ პავლე. მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა არის ჩვენ შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მათგან მოდის, მათი დაკვეთა ეს არის დასაქმების და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენ ამ მოსახლეობასთან ერთად ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით ამ პრობლემებს აუცილებლად გადავწყვეტთ. 11% გიჭერთ ხარს მოსახლეობის. ეს არის 11% არის. თქვენი მონაცემი როგორია ბატონ პავლე? ზოგადად ძალიან ნაკლებად საუბრობ ხოლმე რომელიმე გამოკითხვის შედეგებთან მიმართებაში. ამდვილად არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, რომ გავაკეთოთ შეფასებები გამხარდაჭერა ბატონ პავლე? აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ არასერიოზული არის მართული გუდის წარმომადგენლის ან პოლიტიკური ფიგურის მხრიდან. კვლევებზე აპელირებ. მე ნამდვილად არ დავიწყებ ახლა საუბარს, რამდენი მხარდამჭერი ყავს ბატონ ზვიად-ძიძიგურს ან კონსერვატულ პარტიას. თქვენ რამდენი მხარდამჭერი ყავს ბატონ? მნიშვნელოვანი არის, რომ ის გეგმები, რაც მე მაქვს დღეს, რაც ჩემ გუნდს აქვს, რაც ხელისუფლებას აქვს დღეს, იქნეს განხორციელებული. ეს გეგმები იქნება ისეთი, რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს არის მთავარი. არც ერთი პოლიტიკური კვლევა ამას არ შეცვლის. კი ბატონო, ძალიან მოკლედ დავასრულებ. ძალიან მოკლედ ვიტყვი კიდევ ერთხელ, თუ კი საზოგადოება მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები იქნება. არ იქნებაო ბატონო. იქნება, როგორ არა, საზოგადოება რასაც მოითხოვს, ყოველთვის ის იქნება ამ ქვეყანაში, ყველა ხელისუფლების პირობებში. ამას გარწმუნებთ. ეხლა მესმის, რომ ძალიან უძნელდება მიხეილ სააკაშვილს და მის დამნაშავე მთავრობის წევრებს ხშირ შემთხვევაში დატოვება თბილთბილი ადგილების და იმ პრივილეგიების, რომელიც აქვს, მაგრამ ესე არ არის ცხოვრება მოწყობილი, შე როგორც გინდა ისე იყოს ყოველთვის. ხანდახან ისე ხდება, როგორც შენ არ გინდა ხოლმე რა და ესეც მოხდება, ამაში ვარ დარწმუნებული ღრმად. კი ბატონო. გსურთ ბატონ პავლე დამატება. მეგონი რომ ბატონ ზვიად უბრალოდ თავისთვის სასურველს რეალობად ასახებს, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა არის სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენ ამ პრობლემებს თქვენ ერთ-ერთმა კოლეგამ ბრძანა რომ ეს არის უბრალოდ ოპოზიციის ოცნებაო ბატონო ზვიად გახსოვთ. კი ბატონო ნახავთ ეს ჩემი ოცნება არის თუ ბატონი პალიკოს სურვილი რომ კიდე 4 წელი იყვნენ ხელისუფლებაში. კი ბატონო ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის პავლე კუბლაშვილი ზვიად ძიძიგური გახსნან ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალ ზუსტად 9 ნახევარზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად ბედნიერად ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია